ამდენად საშიშია სწორედ აი ეს ელექტრონული ბარათები და ჩიპები და ეს ყველა უბედურება, რაც ანტიქრისტეს ცრუ წინასწარმეტყველმა და წინამორბედმა ხელისუფლებმა და მთელმა მსოფლიომ, განდგომილმა მსოფლიომ, ესე იგი, ჩაიფიქრა და ახორციელებს. ჩემო ძმაო კახა, ბატონო კახა, კახაბელ. აბა რითი გაგვახარებთ, რას მოგვიყვებით ამ თემაზე, რითი დაგვაფიქრებთ, რა საკითხებს წამოწევთ, მომიცია თავისუფლება, მაყურებელს ესაუბრეთ. შიგადაში კითხვებს დაგიშვათ. მშვიდობა თქვენ და ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო. დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ მოგვიწვიეთ, ბატონო დავით. მშვიდობა მოგცეთ. ქრისტეს მიერ ძვირფასო სულიერო ძმაო. მებრძოლო ქრისტეს ჯარის კაცო და ერთგულო რაინდო. დიდება უფალს. მადლობა უფალს რომ ისევ თქვენ წინაშე ვარ. ძვირფასო მაყურებელო, ძვირფასო ქრისტიანებო, ჩემო ქართველებო. უფლის ლოცვა კურთხევით. ვიკვლევთ ამ საკითხებს. არ ჩერდებით და ისევ ადამიანების გადასარჩენად. წეგან ბატონმა დავითმა ბრძანა ზეწოლა იყო ეკლესიაზეო და მეუფეიობმა ეს ყველაფერი იქადაგავა. მე მოვიტანე ეს კადრები და ამ კადრებს გვაჩვენებენ. მეუფეიობი როცა ამას ამბობს, ქადაგებს ამბიონიდან პირდაპირ რომ იყოს ზეწოლა ეკლესიაზე, ალტერნატივა მოითხოვა უწმიდესმა და მთელმა სინოდმა. დამთავრდა იქ სინოდზე მეტი სხვა სიტყვა არ თქვა. მე როცა მოვიდით ჩვენ ეპარქიებშიო, საღამოს გვესმის ტელევიზორში ერთ-ერთი ეპისკოპოსი კითხულობს, რომ აიდი ბარათი არ არისო, ანტიქრისტეს ბეჭედი და შეგიძლიათ აიღოთ და ისარგებლოთ. ეს უკვე ჩამატებული სიტყვები და ისიც კი ჩაამატეს, რომ მოეთხოვოს უწმიდესმა ბრძანა მთავრობას, რომ დაუშვას ალტერნატიული. და ამ დროს თქვენ წარმოიდგინეთ, მოეთხოვოს მაგირად თუ არის შესაძლებელი დაუშვითო. ბიბლიაში წერია, რომ ხო ან არა. მესამე ეშმაკისგანაა. ჯვარი წერია. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მოეთხოვს მთავრობას, რომ გასცეს ალტერნატიული სანაპირო ჩიპების გარეშე. აი ეს დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენ რომ წამოვედით იქიდან, ეს იქნა შესწორებული. გადაკეთებული. და ოქში შეიტანე შემდეგი სიტყვები, რომ აი ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბარათი, ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე შეიძლება მისი აგება. და იქ ამბობენ მე რომ რაღაც თავში ასწა სხვადასხვაობა არსებობს მოეთხოვოს მთავრობას ალტერნატიული საუბრით თუ ეს შესაძლებელია ასეთი შერბილებით ასეთი აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ ერთხელ ვწმუდებით რომ ძალიან დიდი გავლენა არის ხელისუფლებიდან ეკლესიაზე ძალიან დიდი გავლენა ხალხი არის გაუგებრობაში და მე პირადად მოგიწოდებ რომ არავითარ შემთხვევაში ელექტრონული ბარათების აღება არ შეიძლება. თქვენ ვერც იყიდით, ვერც გაგიდით. ესე იგი, ვერაფერს ვერ მოიმოქმედებით. თქვენ წარმოიდგინეთ, კიდვა გაკიდვა, ესაა საუკუნეების განმავლობაში ასე არსებობს კაცობრიობა. თუ ვერ ვიყიდეთ, ვერ ვიარსებებთ, თუ არ გავყიდეთ, ვერ ვიარსებებთ. ორივე შემთხვევაში და თქვენ იცით რომ თითქმის ყველა ნივთზე აი უბრალოდ ასეთი რომ იყოს, მეუბნი რომ იყოს, ყველგან არის შტრიქ-კოდები დაფიქსირებული. მაგალითად, თუ თქვენ სახლს იყიდით, ვერ გაითხოვებთ, თუ ეს სახლი არ არის. და ხდება იძულებით დანერგვა, იძულებით აღება. მოსწავლეებს აღებინებენ იძულებით, სტუდენტებს აღებინებენ და ყველას დიდის. ძალიან დიდ საშიშროებას ქმნის. და წმინდა მამები განმარტავენ და არის ესეთი თქვენი ძალიან პოპულარული წიგნებია და სულიერი წიგნები პაისი ათონებს, რომელიც წერს, რომ ვინც აი ეს ახალ ელექტრონულ ბარათს აიღებს, მისგან სულიწმის მადლი განეშორება. და თუ ჩვენ სულიწმის მადლი განვეშორებთ, რაღა ვართ ჩვენ? რაღაც შეგვიძლია. ასევე ახლა მინდა აღნიშნო ამას ისევ კიდევ ერთხელ ამ ჩემს სიტყვებს ადასტურებს ბატონი ელიზბარი დიაკვანი. ეხლა ის ადამიანი ევროპაშია, ეპისკოპოსია, ღმერთმა დალოცოს ის ადამიანი პირდაპირ ამხილა ხელისუფლების წევრები, ვინც პატრიარქს ზეწოლას ახდენდა და პატრიარქს ყვიროდა და მაგიდაზე ხელის დარტყმით აშენებდა, რომ აიდი ბარათებზე არაფერი ხმა არ მოიღო. შარშანდელი სინოდის გადაწყვეტილებაზე, სადაც უგულავა წინ და უკან დარბოდა და მუშტებს უბრახუნებდა თუ პატრიარქს და თუ სინოდის წევრებს, წლევანდელი სინოდის გადაწყვეტილება პატრიარქმა ხმამაღლა მოითხოვა, რომ არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებას მოეთხოვოს, რომ ალტერნატიული ბარათები შექმნა.
ახლა მე მინდა გავაგრძელო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები, სანამ ამ ყველანაირ საშიშროებას მივადგებით. შეგროვდა ღვთისწყალობით და მორწმუნე ადამიანების რუდუნებით, მართლმადიდებელთა კრებულის თავგანწირვით, რომლებიც 3 წლის განმავლობაში თოვლში, წვიმაში, სიცხეში იდგნენ ქუჩაში, ტაძრებთან, მეტროებთან, მეც და ჩემი მოსწავლეებიც ახლა ტრაბახში არ ჩამითვალოთ, ვიდექი და ვაგროვებდით ამ ხელმოწერებს. ღმერთმა და ლოცოს მართლმადიდებელთა კრებულის ხელმძღვანელი, რომელმაც ამ ყველაფერში ხელი შეგვიწყო და გვერდში დაგვიდგა. ისინი დღესაც ღამეს ატევენ მუზეუმთან ანჩისხატთან და ლოცულობენ იქ. ეხლა რა ხდება? მიმართვა იყო პარლამენტში, უფლებათა დაცვის კომიტეტში. ქალბატონ ეკა ბესელიასთან. ქალბატონმა ეკა ბესელიამ და ამ პარლამენტის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სწორად გაიგო ეს ჩვენი მოთხოვნა, სადაც ბატონი ზაზა, მამა გაბრიელი, მამა მალხაზი, მეც ვიმყოფებოდით, ორჯერ ვიყავით პარლამენტში და ხაზი გაესვა იმას, რომ აუცილებლად მოეთხოვოს იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს, რომ დაუშვან ალტერნატიული ამ ადამიანებისთვის მაინც, ამ 100,000-ზე მეტი ადამიანისთვის. ღმერთმა გაგახაროთ ბატონო დავით, რომ ბრძანეთ წეგან 200,000-ო. იმიტომ რომ 200,000 კი არა, შეიძლება მეტიც გამოვიდეს, ყოველდღე გროვდება ეს ხელმოწერები. რო იცოდეთ მუზეუმთან, სადაც ანჩისხატია დაბრძანებული, პუშკინის სკვერთან. ეხლა რისი თქმა მინდა? იუსტიციის სამინისტროს მიმართა ქალბატონმა ეკამ და უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიმართეს სიტყვითაც, ფურცლითაც, ყველანაირი კანონის მიხედვით და სთხოვეს, რომ დაეშვათ ალტერნატიული საბუთები, მაგრამ როგორც წეგან ბრძანა ჩვენმა სულიერმა დამ ვარით გამოისტუმრეს, ვარი გვითხრეს ალტერნატიულ ოჩიბოს საბუთებზე. ეხლა მე მინდა რა? ერთი პატარა საშიშროება უნდა აღნიშნო. ეს არის ის, რომ უკრაინაში რაც მოხდა. უკრაინაში 3 მილიონი განსხვავებით ქართველებისგან 3 მილიონი მორწმუნე ხატებით, პლაკატებით, რო არ გვინდა ჩიპიანი საბუთი, ათასობით სამღვდელოებასთან ერთად და ეპისკოპოსებთან ერთად, ჩვენი სასულიერებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ჩვენთან მხოლოდ 30-მდე სასულიერო პირი შეგროვდა ყველაზე მეტი ღვთისწყალობით და მეუფე იოვის ლოცვა-კურთხევით და მეუფე გიორგის ლოცვა-კურთხევით, გაახაროს ღმერთმა ორივე აქციებზე და უკრაინაში დააშვებინეს, იბრძოლეს, დააშვენების ალტერნატიული უჩიბო საბუთი. მაგრამ საშიშროება რა მოხდა? ბატონმა ოლეგ შერმანიკმა გაშიფრა ეს სიტუაცია, თურმე რა ხდება? Დაუშვეს ალტერნატიული საბუთი, მაგრამ სურათის გადაღების პროცესი ისევ робот-аппаратთან დატოვეს. Открываемая сторона вопроса – это процесс снятия биометрических данных, который будет проводиться на специальном оборудовании. Обычная фотография для таких документов уже не подходит. Лоббисты введения паспортов утверждают, что американское оборудование нового поколения уже завезли на территорию Украины. Существуют опасения специалистов, что под видом 3D-сканирования лица будет проводиться лазерное маркирование лба невидимой человеческим глазом меткой. О том, что такая возможность маркирования уже апробирована, можно убедиться на официальном сайте запатентованных в США изобретений. После нанесения штрих-кода человек опознается компьютером как товар, так же легко, как и пачка маргарина. თქვენ წარმოიდგინეთ რობოტ-აპარატი, რომელსაც ჩვენ უკვე ამდენი ხანია შესწავლის პროცესი მიდის და უკვე 99% უკვე გაშიფრულია ეს რობოტ-აპარატი, კადრებიც გვაქვს უკვე მოტანილი კიდევ ახალი კადრები. თქვენ წარმოიდგინეთ ალტერნატივულს უშვებენ და ამ დროს გაძლევენ უჩიპოს საბუთს, მაგრამ სურათი უნდა გადაიღო მაინც რობოტ-აპარატთან. არანაირი მიტანილი სურათით ვალდებულია ეს იკაოს სტანდარტი, რომ აუცილებლად робот-аппаратом. Внимание! Во время биометрического фотографирования на компьютере появляется надпись «Лазер подключен». Робот-аппаратом. ეხლა რა ხდება? წამით მინდა შეგახსენო, კახაბერ რომ გახსოვს, როცა ჩვენ ვიდექით იქ ქარში და წვიმაში. დიახ, ერთად ვიდექით. შემდგომ მამები შევიდნენ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიიღო. დიახ. კითხვაზე სხვაგან კანონით არის თუ არა გათვალისწინებული გადაღებული სურათით რომ მოგცეთო, თქვათო, საბუთიო. ხომ უთხრა იმ მოადგილე? უთხრა. დაუთხრა, აბა? ჩვენ მამებსაც, ჩვენს ყველას, ბატონზაზას, მამაკაკისაც, მამაზუსიმასაც უთხრა, რომ დაშვებულია კანონით და შეიძლება მაგის გაკეთება. და როდესაც რეალურად მიდის ადამიანი და იმ სხვაგან გადაღებული სურათით, იგივე ID ბარათის აღება უნდა, არაძლევენ მიტანილი სურათით. მიტანილი სურათით არაძლევენ უფლებას. ესე იგი, სიცრუის მამონას ავხართ შეპყრობილი ხალხო, აუბედურება გჭირთ ამისთან. ეხლა რა
ყველაზე კარგი ვარიანტია ჩვენთვის ქრისტიანების ვინც ეს ყველაფერი გამოვიკლია და ფხიზლად და ფთხილობთ სახარებისეულად ეს არის ჯობია დატოვოთ ძველი საფუთი და გაგიგრძელოთ ვადა და ვადის გაგრძელებაზე ისევ იქ იუსის სამინისტროში ჩვენ ერთ-ორს კითხვა დავუსვით ძველი პირადობა რომელსაც ვადა გაუვიდა ხო აქვს პირადი ნომერი ჩვენ ახლა ყველა დანომრილი ვართ ადრე კომუნისტების დროს პასპორტს ჰქონდა, საბუთს ჰქონდა ნომერი, ეხლა ჩვენ ვართ დანომრილები, პირადად ადამიანები. ხო და ეს პირადი ნომერი, რომელიც ძველ პირადობაში იყო. გადადის თუ არა IT ბარათში, იგივე ნომერი რჩება თუ ახალ ნომერს გვანიჭებთ. ესეთი კითხვა დავუსვით. ორმა ადამიანმა გითხრა იუსის სამინისტროში მომუშავემ, იუსის სახლში მომუშავემ, რომ იგივე ნომერი რჩებათო. მაშინ კითხვა დავუსვით, რომელსაც ვერანაირად ვერ უპასუხა. მაგრამ მას თუ იგივე ნომერი რჩება, ვადა რას გაუვიდა? ლამინატს, ლამინირებას? ედო. წარმოიდგინეთ თქვენ, როგორ გვატყუებენ? ანუ ჩიპი უნდათ რომ. მაინც და მაინც ჩიპი საბუთი და მაინც და მაინც იქ უნდა მიხვიდე და იქ უნდა გადაიღოს. მაგათ ერთი წამით სანამ ისე გააგრძელებ კახაბენ, ერთი რამ გამახსენდა უნდა მოგიყვეთ. როდესაც ის ვასილი ნოვიკოვი, ვინც ვახსენეთ ეხლა, ძალიან ძლიერად ქადაგებდა ხოლმე, იმიტომ რომ მე მოკლეს სხვათა შორის. გონი წელს მოკლეს. ამ კადრსაც გაჩვენეთ. ხო და ერთხელ ყვება ესეთ რამეს. მოვიდა ჩემთან ერთი ადამიანი, მორწმუნე ესეთ ნელთბილი შეიძლება ითქვას და მითხრა რომ აიო მე მაქვს საბუთიო, ელექტრონული ჩიპით და ამ პასპორტიო და რა მერეო. მანახე შვილო, აბა რა საბუთზე მელაპარაკებიო. უიო თან არა მაქვს ამოღებული, მაგრამ საბანკო ის ხომ მაქვსო. იგივე არ არისო, რანუ შვილობა აქვს, აქაც ხო ჩიპებიაო და. აი აბა ეგ მაჩვენეო. ავიღეო ეხლა ყვება ეს ვასილი, მამა ვასილი. გადავაბრუნე მეორე მხარეს, ხედავ ეს შავი ლენტა რო გაზდევს, ხო? სადაც ეს ჩიპები და ყველა უბედურება არის, თქვა ჩაკერებული. ეხლა მე ამას ამოვაზრობო, უთხრა. დაშვებითად რა. ამოვაზრობო და შენ ხო ხარო პიოდრ ნიკოლაევიჩ რახმანინოვი, ხო? ვინც ახარ? წაიღე ეს ჩიპ და ამ ლენტა ამოძრობილი საბუთი და პიოდრ მიხალაევიჩ რახმანინო შედი ნებისმიერ ბანკში და გამომიტანე ერთი რამდენიმე რუბლიო რა. გინდა დოლარი რაც გინდა. როგორ გონია გამომიტანო? ო რასამო ვერაო ვინ მომცემსო. კაცო თვითონ იქ შედი კარტა მიაწოდე ბანკის თანამშრომლებს და იქნება იმან მაინც მოგცესო. შენ ხო ხარო სახელი გვარი და მამის სახელი ყველაფერია. არაფერს არ მომცემელო ხო და ამიტომ გეუბნები შვილო. აღარ ახარ შენ პიოდრ ივანოვიჩ რახმანინოვიო. შენ ახარო ეს ნომერიო. ესა და ეს. გესმით ამაზე დაფიქრდით. ნათელში მყოფო ხალხო. ბნელებს რო უწოდებთ იმათ, ვინც მოგიწოდებთ გადარჩენისკენ. დაფიქრდით ამაზე. არც საბანკო კარტები არ არის, მასდამაის დაცული. ჩვენ ყველაფერი მოსანანიებელი და ყველაფერი თავის დროზე გადასაყრელი გვაქვს და უნდა დაუბრუნდეთ იმ ფულად სისტემას და იმ უნომრო ცხოვრებას და ოღონდ ცოდების გარეშე. კომუნისტობაში ერთი უბედურება გჭირდა, დემოკრატიაში უარესი სენი შეგვიყვარა და მეტი უბედურება დაგვიმართა. ეს მინდოდა განმემართა თქვენთვის. Когда это электронный будет паспорта выдавать, вас будут снимать роговицу глаз. Когда будут снимать роговицу глаз, на лбу у вас будет стоять лазером, поставленный на руку, поставлено это начертание. И когда вы заходите сейчас в супермаркет и берете эту продукцию начертанную, там они сканером ти-ти-ти-ти-ти-ти-ти, вот это будет у вас на лбу, это уже будет печать антихриста. სკოლაში, კერძო სკოლებში, რუსეთში და სავაგარდის სკოლებშიც უკვე შედიან ბავშვები არა პლასტიკური ბარათით და არა ფულით, არამედ გადახდება ეროსულად ვიტყვი, როგორც ისე გამომენ ამ კადრებშიც გვაჩვენებენ, расплата за еду в школах ладонью. არა თითების ანაბეჭდით, არამედ ხელის გულით. ხელის გულს ადებენ დანადგარს, თითები რჩება ჰაერში, არანაირი დანადგარს არ ეხება და თქვენ წარმოიდგინეთ ეკრანზე იწერება, აი თქვა გოგონა დგას და იქვე ეკრანზე იწერება, ესეც გამოჩნდება ეკრანზე. Приятного аппетита, Юля. საიდან გაიგო ამ კომპიუტერმა, რომ მამ გოგონას იულია ჰქვია. მე არის კადრი სამსახურში შედის ერთ-ერთი პიროვნება და ხელის გულს ადებს ისევ დამიზნულად ჩანს, რომ ხელის გულზე ასხივებს აპარატი და თქვენ წარმოიდგინეთ იწერება Welcome Sasha. იღება კარები და შედის სამსახურში.